კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 9-ზე. დღეს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ხდომაზე 2007 წელს ტელეკომპანია იმედში სპეციალური დანიშნულების რაზმის შემოჭრისა და 2012 წლებში ადამიანის უფლებების უხეში შელახვის ფაქტებს განიხილავენ. საგამოძიებო კომისიის წევრები მოусმენენ სოფიო ნიკოლაიშვილს, ნოდარ აულაძეს, ვიქტორ ჯაფარიძესა და ლევან გაჩეჩილაძეს. საგამოძიებო კომისიის ამ ხდომაზე უკვე დეტალურად მოვისმენთ, როგორ განვითარდა პროცესები, რაც ჩემთვის ძალიან სამწუხარო არის, მათ შორის იმედში შევარდნის დროს იქ მყოფი ჟურნალისტების პატარა ნაწილი, თუნდაც დღეს სამწუხაროდ ამ მოძალადეების მხარეს არიან გადასული და ვფიქრობ, მათთვის კიდევ უფრო საინტერესო უნდა იყოს გაიხსენონ და აღიდგინონ ყველა ის მძიმე წუთი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის მხრიდან იმედში შევარდნის დროს განიცადა იქ მყოფმა და არა მხოლოდ იმყოფმა ადამიანებმა. ისეთი ქვეყანა ძალიან ცოტა ცივილიზებულ სამყაროში, სადაც სპეცრაზმი შეიძლება შეიჭრას მედიაციაში პირდაპირ ეთერი ჩაშალოს და აპატიმროს ჟურნალისტები და ასე დაანგრიოს აპარატურა და ასე შემდეგ. ამ საკითხთან დაკავშირებით გვექნება ჩვენ სხდომა და შესაბამისად როგორც ყველა დანარჩენ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ იქნება საინტერესო საზოგადოებისთვის. იმედი ლაივის სტუმარი საქართველოს პრეზიდენტი იყო მიხეილ ყაველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გადატვირთვის საჭიროებებზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, მარკო რუბიოს პასუხებში, როდესაც მას ჯო უილსონმა კითხვა დაუსვა, გამოიკვეთა, რომ აუცილებელია ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰქონდეთ სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რადგან ხშირად დაინტერესებული ჯგუფების მიერ რეალობის დამახინჯება ხდება. მაშინაც ვამბობდით, ახლაც ვიძახით, რომ აუცილებელია გადატვირთვა. ხელისუფლებებს შორის უნდა ხდებოდეს ურთიერთობა და არა იმ NGO სექტორის ან რომელიმე კონგრესმენის, რომელსაც ეს ოფიციალურად არის. ხო ხედავთ, ხო მანამდეც ჰქონდა ჩვენ საუბარი, რომ პირდაპირ ხდება დაფინანსება, ეს ამერიკის კანონი აძლევს საშუალებას, რომ ამა თუ იმ ლობისტურ ორგანიზაციას რომ დააფინანსოს რომელიმე კონგრესმენი და სათავისო, ასე ვთქვათ, საკითხები გაიტანოს და ისაუბროს ამ საკითხებზე და ეს არის გამოყენებული და რისთვის არის ეს გამოყენებული? გაიხსენეთ ახლა ის იგივე ხალხი, რომელიც ამერიკის დროშებით სულ რამოდენიმე დღის წინ ამერიკის საელჩოსთან მივიდნენ და ტრამპის ტრაფარეტებით და პლაკატებით და ამერიკის დროშებით, ის ხალხი იგივე ხალხია, ვინც პირიქით ტრამპის არჩევას ეწინააღმდეგებოდა. და ხომ დავინახეთ, რომ ეს ყველაფერი იმისთვის იყო გამოყენებული, რომ ჯო უილსონს დაესვა კითხვა რუბიოსთვის, რომ აი შეხედეთ ეს ხალხი როგორი თქვენიანია, როგორი იჩაგრება საქართველოში ეს ჩვენი მომხრე საზოგადოება და როგორ ანტი-ამერიკული ხელისუფლება ყავს საქართველოს. ამისთვის იყო ეს გამოწვეული და შემდეგ ეს სპეკულაცია გამწობილიყო ტელეეთერებში, რაც მოხდა კიდევაც, ხო სათაურებში გამოიტანეს, აღარაფრის აღარ სხვენიათ, პირდაპირ გამოიტანეს. მე მგონი თინა ხიდაშელი იყო, რომელმაც უარყო, რომ ესეთი ასე ვთქვათ, ინტერპრეტაცია ქართულოცნებასთან მიმართებაში ეს ტერმინი არ იყო გამოყენებული. მიხეილ ყაველაშვილმა პირდაპირ ეთერში საქართველოსა და ევროკავშირის შორის ურთიერთობების გადატვირთვაზეც ისაუბრა. კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმას, რომ ჩვენი სახელმწიფო მზად არის ევროკავშირთან თანამშრომლობისთვის, თუმცა პროცესის გაჯანსაღებაა საჭირო. რადგან პრეზიდენტის თქმით, ულტიმატუმების ენით საუბარი და სხვადასხვა სპეკულაციები ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხმყოფელია. ევროკავშირთანაც მიმართებაში ჩვენი დამოკიდებულება არის გულწრფელი და ღია და ღია ვარ ჩვენ თუ იქნება ჯანსაღი პროცესი ჩვენ შორის და იქნება კონკრეტულ საკითხებზე საუბარი, ამისთვის ჩვენ მზად ვართ. მაგრამ იგივე სპეკულაციები, რომ ერთი ხელით რომ გეუბნებიან, რომ ვითანამშრომლობ და მეორე აქ რევოლუციას გიწყობენ და თავისუფლებას აძლევენ, აი მარტივი სახის საკითხი, რომელიც არის, რომ შიდა თემებში, შიდა არჩევნებზე არ უნდა ჩაერიოს რომელიმე ქვეყნის არ ვიცი, საგარეო საქმეთა მინისტრი იქნება თუ სხვა წარმომადგენელი და ესე ღიად არ უნდა ფიგურირებდეს არჩევნების თემატიკაში და ეს რომ დარღვევა ელემენტარული პოლიტიკური ეთიკის და ესი არ უნდა დაამციროს შენ არც შენი საზოგადოება, არც ის ადამიანები, ვისთანაც შენ გინდა რომ ეს ურთიერთობა არსებობდეს. ქვეყანა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადება რადიკალური ფრთაკი არეულობის სცენარს ააქტიურებს. მმართველ გუნდში გააცხადებენ, რომ ეროვნული მნიშვნელობის დღის ჩაშლის საშუალება არავის მიეცემა.
26 მაისს როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში ღირსეულად აღინიშნება ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, რაც შეეხება ოპოზიციის სურვილს 26 მაისიც კი აქციოს განხეთქილების დღეთ, საზოგადოების დაპირისპირების დღეთ. ეს რა თქმა უნდა შედეგის მომტანი არ და ვერ იქნება, თუ ვინმე შეეცდება, მათ შორის კონსტიტუციის და კანონის მიღმა იყოს, რაც პასუხი იქნება ადეკვატური. თქვენ იცით, რომ ისინი პირდაპირ საუბრობენ დაპირისპირებაზე, რადიკალიზმზე, გარკვეულ მსხვერპლზეც კი, ესეც კი მოისმინეს, მოგვასმენინეს და იკადრეს, რომ 26 მაისს თურმე მსხვერპლი უნდა მოყვეს, თუ რადიკალიზაციაზე პასუხი იქნება მხოლოდ კანონის მიერ. ახალი საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი პირველი მოსმენით პროკურატურის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს განიხილავს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის თანახმად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ფუნქციებს პროკურატურა გადაიბარებს. არსებობა ცენტრალური ორგანოები, რომლებიც არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო ორგანო, სასამართლო ხელისუფლების შტო და ამავდროულად კონსტიტუციით განსაზღვრული ორგანოები, ზუსტად ასეთი არის პროკურატურა და შესაბამისად პროკურატურის უფლებამოსილება არის, რომ გამოძიება აწარმოოს, ან მანვე განსაზღვროს აღმასრულებელ შტოში შემავალი სხვა საგამოძიებო სამსახურები და სტატუსთან დაკავშირებული ბუნდოვანება, რომელიც მათ შორის გარედან წყალებში რჩევით რეკომენდაციით იქნა შემოთავაზებული აღმოიფხრება და ეხლა დამოუკიდებელ ორგანოს, იმ ორგანოს, რომლის დამოუკიდებლობის სტანდარტიც არის საფუძვლად დადებული საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პროკურატურის სახით შეიძლება გამოიძიოს ის დანაშაულები, რომლებიც განსაზღვრული იყო აქამდე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარეობაში. დღეს საკანონმდებლო ორგანო პირველი მოსმენით საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იმსჯელებს. ცვლილებათა პაკეტის თანახმად საქართველოს დაზვერვის სამსახურის სუსის შემადგენლობაში გადავა. საქართველოს არ გააჩნია შესაბამისი რესურსი, რომ ჩვენ იმ მასშტაბის საგარეო დაზვერვითი საქმიანობა ვაწარმოოთ, რასაც თქვათ დიდი სახელმწიფოები აწარმოებენ. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სპეციალური ასე თქვათ ოპერაციის შედეგად შენი ქვეყნის უსაფრთხოება განამტკიცო, ხო? ამიტომ ეს რესურსი რაც უფრო კონსოლიდირებული იქნება, მით უფრო მეტი ეფექტი იქნება მიღწევადი. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არ მქონე პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებასთან დაკავშირებული რეგულაციების დახვეწის, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლისა და თავშესაფრის პროცედურის ბოროტად გამოყენების პრევენციის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებულ საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დღეს მეორე მოსმენით განიხილავს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს არჩილ კოჭლამაზიშვილს დღეს მოусმენს, რის შემდეგაც მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად პლენარულ სხდომაზე გავა. საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას კითხვა-პასუხის ფორმატით გამართავს. პარლამენტის რეგლამენტის თანახმად უზენაესი სასამართლოს მოსამართლე სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ანუ 76 ხმით აირჩევა. დისტანციური ტექნოლოგიების გამოყენებით ტყის ხანძრების ადრეული აღმოჩენისა და მონიტორინგის უზრუნველად საყოფად ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში კურორტ აბასთუმნისა და ზეკარეს უღელტეხილის მიმდებარედ ინოვაციური სისტემა დაინერგა. ახალი სისტემა ჭკვიანი კამერების მეშვეობით ახდენს მონაცემთა ანალიზს. პროექტის ფარგლებში ბორჯომ ხარაგაულის ეროვნულ პარკში განხორციელდა პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით ტყის ხანძრების ადრეული შეტყობინებების სისტემის დანერგვას, რომელიც საშუალებას მოგვცევს დისტანციურად მოხდეს ხანძრის კერების აღმოჩენა და დროუნი რეაგირება ჩვენი რეინჯერების მიერ. როგორც სატესტო რეჟიმმა გვაჩვენა ეს სისტემა მუშაობს ეფექტიანად და უკვე იქნა აღმოჩენილი რამოდენიმე კერა და საკმაოდ შორმანძილზე ერთ-ერთი მათგანი 8 კილომეტრის რადიუსში, ესე რომ ამ პროექტს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და შესაძლებლობა. იმერეთში 25-მდე რეკრეაციული სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. დასკვნით ფაზაშია სოლომონ მეორის ქუჩაზე ყოფილი საავადმყოფოს ტერიტორიაზე მულტიფუნქციური სპორტულ რეკრეაციული სივრცის სამუშაოები. პროექტის ფარგლებში დაიგო ფილები, მოიწყო სპორტული სივრცეები, დაირგო მცენარეები, დამონტაჟდა გარე განათება, განთავსდა ძელსკამები და სხვადასხვა სახის ატრაქციონები. ხონში მიმდინარე პროექტებს სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო.
იმერეთის რეგიონში ადგილობრივი და რეგიონული ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს 25-მდე რეკრეაციული ზონის მოწყობა იმყოფებით ქალაქ ხონში, სადაც დასკვნით ფაზაში არის მულტიფუნქციური სპორტული რეკრეაციული პარკის სამუშაოები, რომლის ღირებულება შეადგენს 605,000 ლარს. ანალოგიური პროექტები დიდი მასშტაბის და მცირე მასშტაბებით გრძელდება ჩვენს მუნიციპალიტეტში და შესაბამისად მივიღებთ უფრო მეტ კომფორტულ და რეკრეაციულ ზონებს, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ქრონიკა პირდაპირ ეთერში ზუსტად 10-ზე დაბრუნდება იმედის ეთერს კვლავ იმედის დილა განაგრძობს. სწრაფებით.